სპორტულ მიმოხილვას გთავაზობთ კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმები ზაზა, მოგესალმები ციფრასო მეგობრებო. რა თქმა უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ხვიჩე კვარაცხელიას გუშინდელი გოლით, რომელიც ხო შეიძლებოდა გამარჯვების გოლიც ყოფილიყო და ერთადერთი მატჩი, თუმცა PSG-ს კაპიტანმა ფეხი დატოვა, რომელსაც გამოედო მეტოქე გუნდის თავდამსხმელი და რასაც მოყვა 11 მეტრიანი აქ საფონოვი ვერაფერს გახდა, თუმცა შემდეგ დამატებით დროში რუსეთის ნაკრების ძირითადად მინიმუმ პარიზული რეკორდი დაამყარა 4 ზედიზედ მოგერიებული პენალტით. ისე გავიხსენებ ზაზა 4 პენალტი მოიგერია ასევე ზედიზედ, ესეთი მეკარე იყო ჰელმუტ დუკადამი. ბუქარესტის სტიაუას მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა თასის ფინალში, მაშინ ჩემპიონთა ლიგას ჩემპიონთა თასი ერქვა როგორც ცნობილია და ბარსელონასთან 4-ვე პენალტი აიღო და სტიაუა მოუგო ბარსელონას. ესპანეთში სევილიაში გაიმართა ის ფინალური შეხვედრა და 4 პენალტი მოიგერია, აგერ აქაც რუსმა მეკარემ ასევე 4 პენალტი და როგორც შენ მითხარი FIFA-ს არ ვიცი, აი ეს გასარკვევია FIFA-ს ტურნირებზე ზედიზედ 4 პენალტის მოგერიებით გახდა თუ არა რეკორდსმენი, მაგრამ PSG-სთვის ნამდვილად რეკორდსმენი მეკარეა, რომელიც და 4 პენალტის მოგერიება ზედიზედ პენალტების სერიაში, რა თქმა უნდა, ასეთი დონის ტურნირზე აბსოლუტური თუ არა რაღაც რეკორდის ეხა ის დუკადამი ვახსენე რუმინეთის სტიაუას მეკარე, მან UEFA-ს ეგიდით შეძლო იგივე 4 პენალტის მოგერიება ჩემპიონთა თასზე. ეს FIFA-ს ტურნირია. და FIFA-ს ფორმატში არ ვიცი ახლა ეს არის თუ არა რეკორდი, მაგრამ ასეა თუ ისე 4 მოგერიებული პენალტით PSG-მ ფაქტობრივად აღმართა კიდევ ერთი თასი, მე-6 თასი და ამითი გაუთანაბრდა დიდ კლუბებს, შეეძლოთ მე-7-ს ქონოდა, თუმცა ჩელსიმ გამოსწვა ხელიდან და ამითი საერთოდ სრულ პირველობასაც მოიპოვებდნენ. საკონტინენტთა შორის თასის ფინალი შედგა PSG-მ ლიბერტადორესის გამარჯვებულ ფლამენგოსთან მოთელა ძალები, ნახეთ რომ საკმაოდ საინტერესო აქტიური თამაში იყო. ხვიჩას გოლი არ იყო ისეთი კლასიკური ლამაზი შორი და ზარტყული. ზუსტად იმ ადგილზე იყო, სადაც ცენტრალურადი უნდა ყოფილიყო. ცენტრალურადი პოზიციაზე დაიწყო ხვიჩამ თამაში, თუმცა მოკლედ აი გუშინ თავი იჩინა მისმა სწორმა პოზიციურმა ქცევამ და ის ბურთი რომელიც ვერ მოიგერია სწორად თუ გაუჭირდა მოგერიება მეკარეს დამატებაზეც არ ქვია, დასწრებაზე ითამაშა და გოლი გაიტანა. მართლაც მეორე ტაიმის შუა წელამდე სანამ პენალტი არ დაიდო კი იყო თამაში, მაგრამ რაღაც ფინალის მსგავსი საგიჟეთი არ იყო. კი, ისე ძალიან ბევრი ექსპერტი რომ გავეცანი ხა მატჩის წინა სიტუაციას გამოკვეთილ ფავორიტად მიაჩნდათ PSG და მეც მათ შორის ვფიქრობდი რომ Paris Saint-Germain იოლად გაუმკლავდებოდა ბრაზილიურ კლუბს ლიბერტადორესის თასის მფლობელს. ეს ბოლო წლებია, ბოლო რამდენიმე 100 წლებულია შეიძლება ითქვას, როდესაც გრანდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უპრობლემო თუ არა ყოველთვის სჯაბნის თითოეული გამონაკლისის გარდა ლიბერტადორესის თასს, ანუ სამხრეთ ამერიკის საკლუბო ჩემპიონს. აბატონო? ეს როგორი უცნაური მოვლენაა, თან სამხრეთ ამერიკა არის სამჭედლოა თან. პრინციპში ახლა ეს ბოლო 10 წლეულები ვახსენეთ, ესე ვთქვათ, გადინება ძალიან დიდი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ევროპაში. თორემ იგივე ფლამენგო მეორედ თამაშა ამ ტურნირის ეგიდით, მაშინ სხვა პრინციპი ტარდებოდა, საკონტინენტთა შორისო თასი მხოლოდ ჩემპიონთა თასის და აქეთ ევროპიდან და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულები ხდებოდნენ, ასე მიიჩნეოდა და სწორიც იყო, რომ ევროპის და სამხრეთ ამერიკის საკლუბო ჩემპიონები იყვნენ ყველაზე ძლიერები, სხვა ხა 6 კონფედერაციის 6 კონტინენტის ჩემპიონი მონაწილეობს. სექტემბერში იწყება, ხო, შაშან დაიწყო პირველი ტურნირი, წელს მეორე. და პრივილეგირებულია სრულიად სამართლიანად ევროპის ჩემპიონი, საკლუბო ჩემპიონი, რომელიც პირდაპირ ფინალში გადის. და ფლამენგომ ითამაშა 1991 წლის საკონტინენტთა შორისო თასზე. პირველად და მოუგო თან ვის ლივერპულს, ინგლისის ლივერპულს, ჩემპიონთა თასის მაშინდელ მფლობელს, ეს არის
ის წელი, როდესაც თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო და სწორედ დინამო თბილისი და ლივერპული უნდა შეხვედროდნენ UEFA-ს სუპერთასზე, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი ისეთი სუბიექტური თუ არა ობიექტური მიზეზების გამო ეს მატჩი არ შედგა. ჩვენთან საუბრობდნენ, რომ ლივერპულს შეეშინდა. კლუბების შორის შეთანხმება ვერ შედგა, ასევე იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციასა და ინგლისურ მხარეს შორის თარიღზე და ადგილზე, სადაც უნდა გამართულიყო ეს მატჩი, როგორც ცნობილია, ინგლისში და ზოგადად ევროპაში ზაფხულში იწყებოდა ჩემპიონატი და ამ დროის უკვე როდესაც მათ სურდა ჩატარება, ჩვენთან ახალი დაწყებული იყო ჩემპიონატი და ანუ არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ორივე გუნდი არ იქნებოდნენ თანაბარ პირობებში და მოკლედ ვერ შედგა. და ჩვენები ამბობდნენ ჩვენთან იყო ესეთი მოარული აზრი და სავსებით ლოგიკურიც რომ ლივერპული იმ პერიოდში ამის მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატი ითვლებოდა და 2 წლის წინ ჩემპიონთა თასზე თბილისის დინამოსთან 0-3 ჰქონდა წაგებული ბობ პეისლის ლეგენდარულ ლივერპულს და იგივე შემადგენლობები იყო 91 წელს თითოეულ გამონაკლისის გარდა. არ არის მოკლებული რეალობას ის და შემდეგ ეს ლივერპული გავიდა უბრალოდ გაექცა ამ მარტს. ხო, მეც ესე ვფიქრობდი და ესეც იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ შეეძლო რატომაც არა. იმ პერიოდში 1991 წელს, როდესაც დინამომ თასი მოიგო, თბილისის დინამო იყო, აი გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, ვისაც ახსოვს ის, მსოფლიო დონის გრანდებს შორის. მე არ ვამბობ რომ უპირველესი და საუკეთესო, მაგრამ აი გრანდებს შორის გადიოდა და თან მაშინდელ დინამოს, ნოდარ ახალკაცის ფორმაციის თბილისის დინამოს ერთი თამაში ნებისმიერ გუნდთან შეეძლო ჩაეტარებინა უმაღლესი გუნდების მოკლესიაში ნამდვილად იყო. კი, ნამდვილად. ეს ლივერპული შეხვდა აი ამ ფლამენგოს, მაშინ ზიკო თამაშობდა ფლამენგოში და კიდევ რამდენიმე ბრაზილიის ნაკრების იგივე ჟუნიორი იყო. ფლამენგოში და 3-0 მოუგო ლივერპულს ფლამენგომ, ერთადერთხელ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი და ხა გუშინ კონდათ სურვილი ოცნება, მაგრამ ისტორიის განმეორებასთან ბოლომდე იბრძოლეს, მაგარი თამაში იყო, ვერ ვიტყოდით, რომ PSG იყო გამოკვეთილი ფავორიტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ხდებოდეს აი ესეთი გადინება, ასე ვთქვათ, უკონტროლო გადინება სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ევროპაში, იგივე ბრაზილიიდან და თქვათ იყოს ის რაც იყო მაშინ უცნობი ყველასათვის ეგზოტიკა, იგივე ბრაზილიის ნაკრები რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვა. შენ აღნიშნე საუბრის დასაწყისში, რომ PSG გახდა მესამე კლუბი, რომელმაც ერთი კალენდარული წლის მანძილზე მოიგო 6 ტურნირი, 7 ტურნირზე ითამაშა და 6 მოიგო და ხოლო ართვა ჩელსიმ და ჩელსის თორე გახდებოდა ამ ხრივ რეკორდსმენი. პირველი გუნდი რომელმაც 6 ტურნირი მოიგო იყო ბარსელონა, ხოსე გვარდიოლას ბარსელონა 2009 წელს, როდესაც ლა ლიგის, ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის გარდა მოიგო საერთაშორისო ტურნირები, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და ასევე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. იგივე გააკეთა აბსოლუტურად იგივე ტურნირები მოიგო, ოღონდ შიდა ჩემპიონატი, გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, სუპერთასი და შემდეგ ეს საერთაშორისო ტურნირები მიუნხენის ბაიერნმა, რომელსაც ჰანსი ფლიკი წვნიდა დღევანდელი ბარსელონას დამრიგებელი, ეს ორი გუნდი იყო ამ ხრივ დომინანტი და აი გუშინ ამ დუეტს პარი სენ-ჟერმენი შეუერთდა, რომელმაც ასევე კალენდარული წლის განმავლობაში 6 ტურნირი მოიგო. ამ ტრიადის შექმნაში თქვათ გუშინ გოლით, ასე ვთქვათ, სათამაშო მონაკვეთში გოლით არ გამოურჩეულა FIFA-ს ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელი, რომელიც ცლილებაზე შევიდა. რაც შეეხება ხვიჩას, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, სხვა შორის ხვიჩამ კითხვაც ჰქონდა მას ჟურნალისტებისგან და ხვიჩამ ბრაზილიელ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, თქვა რომ მისთვის კუმირები იყვნენ და ბრაზილიელ ფეხბურთელებს ძალიან გამოარჩევს და აღნიშნა რომ მისი რჩეულები ბრაზილიელთა შორის იყვნენ და რჩებიან ნეიმარი და რონალდინიო, ჯადოქარი რონალდინიო. რონალდინიო საერთოდ განზომილებაა. საფეხბურთო თემატიკის ბოლო ნაწილში აუცილებლად გამოვეხმაუროთ კახა ვისარგებლოთ მომენტით და მიულოცოთ დღეს იუბილარია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე საბა ლობჟანიძე, რომელიც ოკეანის გაღმა ფეხბურთს ვეტერანებში გადაინაცვლა. უკვე ვეტერანებში გადაინაცვლა, მაგრამ ანუ ჩვენ ახლა ევროპულ და ამერიკულ ფეხბურთებს საუბრობდით და აგერ სწორედ ამერიკული ფეხბურთის ამერიკის შტატების ნაწილს წარმოადგენს ატალანტა იუნაიტედი და მოკლედ
დღეს მისი იუბილეა. 30 წელს გახდა საბა, მიულოცოთ და წარმატებები რა თქმა უნდა. ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. და მე ესე ვუწოდებდი საბას სტილის შემტევები არიან ძალიან საჭირო ფეხბურთელები. აი ესე დროს შეიძლება შევიდნენ, როდესაც ყველა ძალიან ჭირდება შეცვლაზე, ხო? აფეთქება მოახდინონ, რომელმაც რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო ფეხბურთელი, კარგი ფეხბურთელი და წარმატებები. 1994 წლის 18 დეკემბერს დაიბადა თბილისში. მოკლედ ჩვენ გვრჩება სულ 3-4 წუთი ხო, ნინო? 31 წლის გახდა ბოდიშვილი და არა 30-ის კი. ხო, და ამიტომაც დავაზუსტე რომ 94 წელს აღარ. მოკლედ გადავიდეთ კალათბურთზე, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ფინალური მატჩია, გითხარი რა როგორ? კი, დღეს A-ლიგის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არის, ასე ვთქვათ, სუპერლიგა და რანგით მეორე ლიგა არის A-ლიგა. აი A-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი გაიმართება დღეს. უჩვეულოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა სუპერლიგის A-ლიგის კვალიფიკაციაში. 6 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ 2 ჯგუფი იყო, 3-3 გუნდიანი და პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ჯვარედინი პრინციპით შეხვდნენ ნახევარფინალში ერთმანეთს, გამოიკვეთა ფინალისტები და ეს არის Black Fortress-ი, ესეთი გუნდი და Wings-ი. ახალი გუნდები, ახლად შექმნილი გუნდები, რომლებიც იბრძვიან რომ მოხვდნენ ამ 6 გუნდიდან ეს 2 გამოვიდა ფინალში. ნახევარფინალები მოიგეს, ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ და Wings-მა მოიგო 28 ქულას უგებდა მატჩის ველობისას, თუმცა ეს Black Fortress-მა საოცარი კამბექი შემოგთავაზა, წინაც გავიდა, იგებდა კიდევაც მატჩის მიწურულს, თუმცა საბოლოოდ არ ვიცი, ესეთი დაზაბული და ძალიან კარგი მატჩი იშვიათად. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ფინალიც ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, დღეს ფინალი ესეთი იქნება 18 საათზე დაიწყება მატჩი აგერ ჩვენს გვერდით დიღომში ვიქტორ სანიკიძის აკადემიის დარბაზში ოლიმპიურ სოფელში და სავარაუდოდ ბევრი გულშემატკივარი იქნება ორივე გუნდს ხავს ძალიან ბევრი მრავლად გულშემატკივრები და გამარჯვებულის თავარი პრიზი იქნება მაღალ ლიგაში ასვლა. რა თქმა უნდა, გამარჯვებული პირდაპირ გადავა A-ლიგაში, დამარცხებულ გუნდსაც ექნება შანსი წინა სეზონის მეხუთე ადგილოსანი საკალათბურთო კლუბი სოხუმი საქართველო. აი მას შეხვდება 2 მატჩიან 2 რაუნდიან დუელში და გაირკვევა მეორე გუნდი არა სოხუმის ზევით თუ ჩაანაცვლებს მას ეს მოახერხა დღევანდელ წყვილში დამარცხებულთან გამარჯვება. მაშინ ეს გუნდი დარჩება სოხუმი საქართველო. ვიცი რომ შენ ამ გუნდს გულშემატკივრობ და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. მეც მათ შორის გამომდინარე იქიდან რომ სოხუმს სახელწოდების გუნდი როგორც ფეხბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში ნებისმიერ სახეობაში უნდა იყოს. ასევე უნდა იყვნენ თქვათ ინდივიდუალური სპორტის მომჭიდავეები იქნებიან ძალოსნები თუ მოკრივეები, რომლებიც საქართველოს სახელით რა თქმა უნდა და მშობლიური ქალაქი სოხუმი ექნებათ, რომ ყველამ ნახოს უცხოეთში, ვინც წარმოდგენა არა აქვს, ხო არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, არათუ სოხუმი და თქვათ იქ საქართველოს ქალაქები, თვითონ საქართველოს საბდებარე უსრულკაზე არიციან, ეგ სოხუმი რო გაჟღერდება საქართველოს სახელით, გუნდი იქნება თუ ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენელი, მე ვფიქრობ, ეხა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ასე რომ წარმატება ყველა გუნდს და კარგი იქნება თუ ყველას მათ შორის სოხუმის სახელწოდების გუნდს, რომელიც რა თქმა უნდა საშინაო მატჩებს თბილისში ატარებს. დარჩება ეროვნულ ჩემპიონატში და გვეყოლება სოხუმი გვახსოვს სოხუმის ამ ხრივ ახლა შენ რო საუბრობდი რომ მინიმუმ გახსენებისთვის ფორმალური ნაწილისთვის მინიმუმ საჭიროა სოხუმთან აფხაზეთთან არსებული არა მხოლოდ გუნდების სახელწოდებები, არამედ ინდივიდუალურ სპორტსმენებშიც რადგანაც გამახსენდა ავტომატურად ჩვენი კოლეგა სპორტული ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია, რომელიც მთელი თავისი ამუნიციით და შესაძლებლობით სწორედ აი ამ ელემენტს ემსახურება გარდა სპორტული ჟურნალისტიკაში მისი მუშაობისა და ჩართულობისა. კი, აი საკუთარ იტყვიან ზურგზე და თავზეა გამოსტილი ეს დაბომბებიდან დაწყებული მამა დაეღუპო როგორც ცნობილია დაბომბვის დროს და თვითონაც ძალიან ცნობილი ჟურნალისტია, ძალიან კარგი პიროვნებაა და თავის პროფესიულ საქმესთან ერთად აი ელემენტს ასრულებს, რაზეც უნახავს ფუდით სპეციალური ამუნიციით, სოხუმი საქართველოა, ქართულ ინგლისურ წარწერები და რუსულადაც ეწერა, რუსეთშიო ჩადიოდა, თქვათ.
ქართული გუნდი იყო თუ შეჯიბრება იყო, იქ ეწერა რუსულად, რომ სოხუმი საქართველოა, რომ დაინახათ ყველას, რომ ვისია სოხუმი საერთოდ. მოკლედ მივესალმოთ აქედანაც ბატონ ცენგის ჩვენს უფროს კოლეგას ძალიან კარგი რონებას. დიდი პატივისცემით და იმედი დავიტოვოთ რომ კლუბიც მოახერხებს დარჩენას და ისედაც ხომ სოხუმი საქართველოა. მადლობა კახა დიალოგისთვის, დილის სპორტული მიმოხილვა და ეს მას შემდეგ რაც ჩვენი რადიო კომპანია გახდა 24 წლის 24 წლის და 24 საათის 24 საათის და ჩვენ ვართ პირველები ვინც ეთერში ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო მომენტით, გუშინ მე არ მუშაობდი, არ იყო ჩემი საეთერო დღე და მინდა მიულოცო ყველა მსმენელს, კომაქს და რადიო იმედის ყველა თანამშრომელს, მოქმედს, ყოფილ ყველა თანამშრომელს და იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ ვიცნობ და მომავალში გააგრძელებდნენ ამ კედლებში მუშაობას და ამ სახელწოდების რადიო, ისეთი სახელწოდებისაა, რომ უნდა იყოს კიდევაც და არა მხოლოდ სიმბოლურია მისი სახელწოდება. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ შენ, ჩემ კოლეგებს და ყველას რადიოს იუბილეს. ამასობაში თბილისის დროით გახლავთ 9 საათი 48 წუთი, 12 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ, შემდეგ უკვე დილისა და დღის არხის ფორმატში სხვა თემატიკის სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. კახა გელაშვილი კი სპორტულ გამოშვებებს შემოგთავაზებთ, უფრო დეტალურ და ახალ ინფორმაციებს მოგაწვდით ქართულ და მსოფლიო სპორტში მიმდინარე პროცესებიდან. ამ დროს შევხვდებით. ამ დროს აუცილებლად განვაახლებთ დილის სპორტულ მიმოხილვას. მადლობა დროებით. მადლობა დროებით.